გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, კარგი განწყობა, ბედნიერება და მოტივაცია ცხოვრების. მოტივაცია აუცილებლად, იმიტომ ცხოვრება კარგია, ცხოვრება ლამაზია. უბრალოდ სამწუხაროდ ამ ლამაზ და მშვენიერ ცხოვრებაში ძალიან ბევრი დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს და თავარი ადამიანის არსი ის არის, რომ ეს დაბრკოლებები და ეს 1000 მაიმუნობები ასე პირდაპირ ვთქვათ, რომელსაც სატანა ჩალიჩობს, ცოტა ბოდიში ჯარგონებით უნდა ვილაპარაკო, იმიტომ ისე თემაზე უნდა ვილაპარაკო, რომელიც ალბათ მომიტევეთ ზოგჯერ ჟარგონების თქმა მომიწევს და ეს სატანა ჩალიჩობს ამას, მაგრამ ჩვენ რისთვის აგვაქვს გონება, ჭკუა, აზროვნება, რომ ჩაგვითრიოს ამ სატანამ, არ ჩაგვითრიოს ამ ცუდმა ამბება და ვიყოთ ღირსეულად ამაზე და უბრალოდ ვიხაროთ და ვიცხოვროთ ამ ცხოვრებისაგან. მეგობრებო, ეს ისევ და ისევ ამახსენებულ თემაზე მინდა ვილაპარაკო, არაბიზაციაზე. უბრალოდ თემა საკმაოდ სერიოზულია და უბრალოდ საშიშროება ნებისმიერი ქართველისთვის, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქესთვის, ვისაც უყვარს საქართველო და ვისაც უნდა რომ მისი ქვეყანა მომავალ თაობას, მომავალ ბავშვებს დაუტოვოს და ღირსეულად დაუტოვოს, ეს ძალიან ახლოა ჩვენთვის და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. სამწუხაროდ იმდენად სერიოზული თემაა, ამ თემაზე ჩვენ ვილაპარაკებთ ამას, იმიტომ რომ სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება, მეც ახლა ჩემი არხიდან გამომდინარე და ახლა მეც რომ გამოვდივარ, ხო რამდენი ყავს 20,000 ფოლოვერი და ყოველდღე 3,000-4,000 კაცი მაინც გვისმენს და მე ჩემი ამ პოზიციით მინდა გავავწერო და ამ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ იმდენად არ ვილაპარაკო, რამდენად გამოსავალზე და გზებზე რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, პრობლემა რასაც ქვია არაბიზაცია და ქართველი ერის გადაშენება. ეხლა ალბათ მავანი მეტყვის ბიჭო, ასეთი სერიოზული პრობლემა თუ არის და ასეთი დაძაბული თუ ხარ და თუ მინდა ქვეყანას უშველე, რას დადიხარ ამერიკაში და რა ნუ ვასწავლიო, ხო? მეგობრებო, აგერ ოფიციალურად ვიძახი. მე ჩემი წიგნი ვისაც აქვს საკითხი და ჩემი ბიოგრაფია ვინც იცის. მე არსად უკან დამხევი არა ვარ. ადრეცა მაგ ნათქვამი. ერთ სამომში მაგ მონაწილეობა მიღებული და ორჯერ ციხეშინა ნაჯდომი არაფრის მე როგორ ვთქვა, ეხლა იმას კი არ ვიძახი, არ მეშინია და არ ნერვიულობ. როგორ არა მეშინია კიდევაც, მაგრამ უკან დამხევი არა ვარ, მაგრამ მე ამ ყველაფერს უნდა რაციონალური და პრაგმატული აზროვნება, ბრძენი უნდა იყო. მე ჯერჯერობით არ მგონი, ახლა ისეთი დაძაბული სიტყვა, თქვენ იცით რომ მე რატო ვარ აქ, რომ რაღაც ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, ეკონომიური აზრებიდან გამომდინარე, მინდა ჩემ ქვეყანა, ჩემ მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, ჩვენ მოქალაქეებს რაღაც ეკონომიკურად იმდენად ამდენი პრობლემები გვაქვს ხო ქვეყანაში. გადავჭრათ ეს საკითხი, ხა ამაზე ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკია, მაგრამ ამჟამად ამ მომენტში აქტიურად უკვე იძაბება სიტუაცია, მაგრამ როგორც კი უკვე ჩემი ფიზიკური პირადად მე შეიძლება მე უკვე დიდი ვარ, ისე 20-25 წლის ბიჭი არა ვარ, 30 წლის, მაგრამ თუ საჭირო იქნება ამ თემაზე მე რასაც ვილაპარაკებ და ამ პრობლემის გასაჩერებლად და გადასაწყვეტად მე უცბად რა უნდა ბილეთს ავიღებ ამ ამერიკაში მიმდინარე ამ პროცესებს მივატოვებ და 10 საათში მე თბილისში ვარ და მე ვუერთდები იმ ადამიანებს და იმ ყველა ჯიგარ ადამიანს, ვინც ამ პრობლემაზე იფიქრებს. არა აქვს შემიძლია ციხეში ჩამშვებ, დავждები, ჭუბი იქნება, მაგრამ მივიღებ მონაწილეობას ფიზიკურადაც, მაგრამ ეს ჩემთვის მაგარი მიუღებელი ძალაა, მაგრამ ჩვენთვის მისაღები ძალაა პირველ რიგში. გონება, სიბრძნე და რაციონალური აზროვნება. ისე და ისე ვიმეორებ, ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება ხოლმე, რატო იმეორებ ერთი და ეგებს? არა, ვიმეორებ და ვიძახი, რომ თუ როგორც კი ჩავთვლი, რომ აუცილებელია, მე იმიტომ კი არა, მზათავა ჩემი ფიზიკურადაც ამ საკითხს შევეწირო. ეხლა რა არის ეს მეგობრებო, ცხოვრებაში ისტორიულ წიგნებს ხო კითხულობ რაღაცა და ყველა ადამიანს აქვს რაღაცა ისეთი მომენტი, სადაც შენი ცხოვრების აზრი და არსი უნდა გამოამშვენოს გადამწყვეტ მომენტში. ამას გმირობა ქვია, ხო? გმირობა, მაგრამ
აქ იმდენად გმირობაც არ არის, იმდენად პრობლემა, იმდენად ისეთი პრობლემა, რომელიც იჭრება და პრობლემა ის არ არის, მაგრამ უბრალოდ ჩვენ შევეჯახეთ ისეთ კატეგორიას, ისეთი აი მეჯღანუაშვილების დროში ვართ რა და უბრალოდ ზოგადად მეცინება ხომ ეხა ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ხო იცით რა მეჯღანუაშვილები ფულზე მოყვარული ხალხია და ჩემი ციგნი ვისაც აქვს წაკითხული თქვენ ხო იცით ეხა ციგნებში რომ წერის მე ვახშეებთან ცეხავიკებთან როგორი ურთიერთობა გქონდა ადამიანებს ვისაც ეს ფული აქვს და რა კატეგორიის ხალხია და რა ფსიქოლოგია აქვს იქ ძალიან აღწერილი გვაქვს ეს ყველაფერი და აი არ ვიცი აი შეიძლება თქვენ გეცინებათ ხო მაგრამ და ეს ფულზე მოყვარული ხალხი ხო იცით თავისებური ფსიქოლოგია თქვენ გეცინებათ ალბათ მაგრამ რომ მოვიდა ეხა ფულზე მოყვარული ხალხი აი ეს ისაკი სოლომონ ისაკი მეჯღანუაშვილი ხო გაგეცინება თვითონ იუმორულია მაგრამ იმ მომენტში მაინც ის შიშა ის სხვანაირი ფსიქოლოგია აქვს იმას ამ ფულის მოყვარულ ხალხს და ეხა ისეთი დრო მოვიდა იმ სოფლიოში რომ ვისაც ფული აქვს ის მართავს მას აქვია გარემოებას და სიტუაციას ან პალაჟენია უკავია მაგრამ საერთო ჯამში კი ვითომ უკავია მაგრამ უკავიათ მეგობრებო დავით მე ეჭვი მეპარება კი ეხა ფული რო გაქვს იმ ფულით რომ მართავ ქვეყანას ხალხს რომ მართავ და თქვენს ურევ ადვილი ნამდვილად არ არის მაგრამ რეალობაა რომ სოფლიოში ფული და მამონა მართავს ამ საზოგადოებას ქვეყნებს და რა ვიცი ხალხის მასას მაგრამ დასანანი რა არის იცით მეგობრებო აი ხა მე ხო თქვი რომ შევწირავ ჩემ საქმეს ჩემ ცხოვრება და ჩემ იმას შევწირავ ამ საქმეს მაგრამ ამას ეხლა მე რასაც ადამიანები ამბობდნენ ამას აი წერი რომ შემოვიდოდა და მონგოლი რუსი თუ რა ვიცი არაბი და ომობდნენ და ეს კი იყო მაგრამ ეხლა გადიხარ და რა ხდება კაცო არაბი და რუსი კი არ შემოდის ქართველს შემოყავს ხელოვნურად შემოყავს ხო დრო შეგიქნას პრობლემა ეს იქ ქართველთან გაქვს პრობლემა და როგორ ქართველთან იცი მე ვახშე და ფული რო უდევ ჯიბეში და კაცი რო გონია თავისი თავი აი პარადოქსი არ არის პარადოქსია თუ არ არის პარადოქსი რეალობა ესე იგი ვისაც ფული აქვს ამ ფულით მართავენ და აი ესეთი ძალა გვიპირისპირდება ჩვენ ვისაც ელემენტარულად გვინდა ვიყოთ ქართველები გვინდა ვიყოთ ჩვენი ტრადიციების მატარებლები, გვინდა ვიყოთ ქრისტიანები, გვინდა უბრალოდ ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ იმ საქართველოში, სადაც ცხოვრობთ ჩვენ. და ჩვენ ვინ მოგცა ეს ქვეყანა, ჩვენმა წინაპრებმა, ხო? და მე ისეთი სიტუაცია, რომ იგივე ქართველი, ვისაც აქვს ფული და რაღაცას მაიმუნობს, იქა და მეუბნება, რომ შენ დაივიწყე შენი რაც გიყვარს შენი ისტორია, შენი ისა და გადაშენდი. და რომ ამბობ ამ სიტყვას, არა, რა გადაშენდი და ელემენტარულად ხალხო მას გადახედეთ ევროპას. აი ინგლისი ავიღოთ თუნდაც თუ ეხლა ინგლისში, თუ ეხლა მე თბილისში წავედი, შეიძლება ჩერის ინგლისი წამოდის მერი, ბირმინგემის მერი, მანჩესტერის მერი, ინგლისში დიდი ქალაქები, სულ ესენი არიან პაკისტანელები და ისინი. თან უგავიწყდებათ ესენი ინგლისი იყო იმპერიული ქალაქი და მაგათი თანამისე კოლონიის ისინი არიან, ისინი მართავენ. ამ ეს ქვეყნები ვერ გაუმკლავდნენ ამ შემოსულ იმას ამ ხალხს და ჩვენ გაუმკლავდებით, მაგრამ გამკლავებაზეც არ არის ლაპარაკი, თვითონ ხელოვნურად შემოყავს. ხელოვნურად ვის შემოყავს? მეგობრებო, შემოყავს ქართველს. და ვის? მე ეხლა რასაც ვამბობ, ეხლა ხო დაიწყეს ეხლა Facebook-ზე თუ ამაში შეურაცხყოფას მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მე თუ ვინმე დამიდოს ფაქტი და მე ყოველი ჩემი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ. ის მეჯღანუაშვილი მთავრობა თუა, მატყუარა მთავრობა თუა, თუ ვიტყვი ამაზე და იმაზე, ნებისმიერ დროს შემხვდეს, დავილაპარაკე. მე ჩამოვა თბილისში, შემხვდეს დავილაპარაკები და თქვენ თუ ჩემ ლაპარაკში ვინმეს გინებას ან შეურაცხყოფას იპოვით. დამიდეთ ფაქტი. ვამბობ რომ ეს მთავრობა მეჯღანუაშვილია, კითხოს რატოა, ამას თუ შეურაცხყოფად ღებულობენ, მე ვეუბნები ეს არის ლიტერატურული გმირი. ეს მთავრობა იტყუება ვინმე კეთებს კი დაუდე ფაქტებს რამდენჯერ იტყუებოდნენ ხო? ინა პოლიტიკური იმიები და პოლიტიკა აი სიხალბეროა შემოსული და
კიდო ეს ხალხი, ჩვენი ქართველი ხალხი როგორ ითმევს ამას და რატოა სიყალბე ამას მე ნებისმიერ დროს ნებისმიერ კიდე საზოგადოებაში, კიდე სცენაზე თუ კიდე ტელევიზიაში ამათი დამსვი და მე თვითონ ჩამოვაკარკარებ და დავალაგებ ამას ყველაფერს, მაგრამ დამსვავენ, მაგრამ ნუ მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში ეხლა ზოგი მეტყვის ნუ ნერვიულ არ არის. კი ამ ნერვიულობა ამას ფაქტებს ვიძახი. ნერვიულობა მაშინ იქნება თუ ჩვენ 10-15 წლის შემდეგ ქართველები დასათვლელი ვიქნებით იმაში, რა ქვია, საქართველოში. აი მაშინ მართლა სანერვიულო იქნება. ნუ კაი, ეხლა ცოტა ისეთი ის გამომივიდა, სხვა თემაზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ იცით რა არის, თქვენ ვიბრძვით და მე ყოველ შემთხვევაში ეს ბრძოლაც არ არის ბიჭო, რა ბრძოლა, რა ვიცი ვიღაცა. მე ვახშე და მეჭხანუაშვილი გიგრებს შენი ცხოვრების წესს. ეხლა ისედაც პრობლემების მეტი რა გვაქვს. ნახევარი საქართველოს დაცლილია, ყველა რაღაცას ვთვლით, რაღაცა გავაკეთო და ეს შენი ხელოვნურად მოყვა და ხელოვნურად გიქნია პრობლემებს. მეგობრებო, ყველაფერი მოგვარებადია. ჩვენ ამაზე მე კიდე გავშიფრავთ, როგორ ანაირად სამწუხაროდ მე რატო ნერვიულობ, ვიცი და რატო სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ნიჰილისტურია. იმიტომ აი მეც ახლა როდი წინა ვიდეოში რომ გამოვედი არაბიზაციაზე რომ დავიწყე ლაპარაკი, როგორი იმეჩები, თქვა აი რა აზრი აქვს, აზრი ეს არის ნიჰილიზმი. იმ ფულიანმა ადამიანმა, ვინც ახლა ჩვენ მთავრობაში იციან, ესე იციან და უნდათ რომ დაცალონ, აი თუნდაც ახლა როგორ მომენტია, აი მაგათ ახლა რუსთავის რო დადიან ხალხი, ხო? ახლა უყურე, ახლა იმათ სხვა იდეოლოგია და სხვა რაღაცაა, მაგრამ აი ესე უნდა თვითონ ესეთი ჩვენი აი ადამიანები ვინც ამაზე წუხენ დაგცვალოთ და მიტინგი არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ის სხვა განსხვავება აქვს. მე ხო ვიცი კაცო, მაგათ ფსიქოლოგია ვიცი თუნდაც ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე და არაფერი საშიში არ არის მეგობრებო, უბრალოდ სამწუხაროდ იმის მაგალითად რომ სერიოზულ თემებზე ვიფიქროთ, დემოგრაფიაზე ვიფიქროთ, გამრავლებაზე ვიფიქროთ, ეკონომიკის წინსაწყობაზე ვიფიქროთ, 1000 რაღაცაზე ვიფიქროთ, ვიღაცა მეჭვანუაშვილები რაღაცა მაიმუნობენ და ეს მაიმუნობა უნდა შევაწყვეტინოთ, მაგრამ ფაქტია რომ უნდა შევაწყვეტინოთ, იმ დროს სამწუხაროდ ეს ფული მამონა გვერდზე უდგა და ეს სატანა უდგა გვერდზე და ეხლა მეწყია სატანა შეურაცხყოფას გვაყენებო და სატანა წინააღმდეგობას ნიშნავს მეგობარო და სადმე თუ მე შეურაცხყოფა ვიმეს მივაყენე და ამიტომ ფაქტი და რაც რა ვიცი, აი საერთოდ ვიდეოს ახლა გადავიღებ რა. ნუ აი ცოტა ეს ემოციურად გამოვიდა, მაგრამ დამიჯერეთ ემოციურად არა, იმიტომ სათქმელი უნდა ითქვას. ერთ სიტყვით ვიწყეთ ბრძოლას და მე არ ვიცი ახლა თქვი კვირაში ერთხელ გამოვარ ამ პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ ისეთი ტემპით, ისეთი მომენტები ხდება, რომ ალბათ ძალიან ხშირად გამოვა, მაგრამ ჯერჯერობით ალბათ მაგათ ისეთი ფსიქოლოგია აქვს, ეხლა ჩემი ცხოვრებისგან გამომდინარე ვიძახი, რომ ამას მაინც გაანალიზებენ და ჩემი აზრით მაინც დაატორმუზებენ და არ განახორციელებენ ამ არაბულ პროექტს. თუმცა ეხლა დაიწყებენ ლაპარაკს, რომ აი ფული გადახდილი გვაქვს გიჯარიმა და აი ამაზე მინდა ვილაპარაკოთ. აი ემოციურ ფონზე, რომელსაც ეს ფულიანი ხალხი, ეს მეჯანოაშვილები, მაინც შეგვერწყილები არიან, იციან, ახლა ფული რო იშოვნა, იქამდე ყველა მეჯანოაშვილზე ვერ იტყვი, რომ უჭყოა და ის იყო დებილი, ჭკვიანი იყო და 1000 მეთოდებით მოქმედებს ხალხზე და ეს მთავრობა და ეს მეჯანოაშვილებიც ასე იმოქმედებენ და ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. თავისთავად ეხლა მე მზად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ისეთი ეს პროცესია ხო გამოსვები ჯერ ახლა მთავარია როგორც კი საქმე იქითკენ მიყავს, რომ მთავრობამ ყურადღება არ მოაქცია ამ მომიტინგე ხალხს, ამ პროტესტზე ხალხს, მე საბოლოო ჯამში ხო ტრაქტორი და ის ხო უნდა გამოშლის იმ ტერიტორიაზე და აი მერე დაიწყება რა დაიწყება. აი მაგი არ მინდა მე და დარწმუნება თქვენს, აი მაგი არ უნდა მოხდეს. აი მაგამდე რამენაირად ამ მეჯანოაშვილებს, ამ გიჟებს, ამ რა ვიცი, მამონას დაბნელებულ ხალხს გადაუტრიალო ტვინი და რამენაირად არჩევნებამდე მივიდეთ, რომ მოვიშოროთ და არჩევნებით მოუგოთ ამ ხალხს. თუ ვერ მოუგებთ, მაშინ უკვე ისე და ისე ჩვენი ხალხის ბრალი იქნება, აკა ეთქვა, რომელსაც ბოლომდიან აქვს გააზრებული, რა ხდება, როგორ ხდება და 1000 ვერსიები, რა მაგასაც მე ვილაპარაკებ. მეგობრებო, მე მინდა ვილაპარაკობ არა მარტო ჩვენ ცხოვრებაში, ძალიან ახლა ამასაც უკავშირებ, რომ ემოციებს
აი ემოცია, რომელიც ქართველებს და ჩვენ ხო სამხრეთის ხალხი, აი ემოციები გყურავს და აი ეს ხალხი, რომელიც მთავრობაში არიან და მართავენ ქვეყნებს, ამ ემოციების манипуляციას აკეთებენ. და მოდი ახლა ჩვენ ამ მე კიდევ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, სანამ ეს არ გადაწყდეს არაბიზაციის საკითხი, ჩვენ ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ, მაგრამ მინდა რომ მე ჩემთანაც ვეუბნები თქვენ ჩემო მეგობრებო, ფოლოვერებო, მაყურებლებო, რომ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რომ რაღაც ემოციური ტალღები, რომელიც იქნება ჩვენს მიმართ გამოყენებული და განხორციელებული, ჩვენ ამას გავუკრავდეთ. და ფიქრობდი როგორ დამეწყდა საუბარი და ეხლა მე დიდ ფსიქოლოგიური მეებში არ გადავარ სიღრმეებში, მაგრამ მაინც სათქმეს ვიტყვი ჩვენებურად, ხო? ფაქტობრივად ადამიანი არის ემოციებზე დამყარებული, ხო? და ცუდი ემოცია, კარგი ემოცია როგორ არის, რომ რაღაცას აი დაინახეთ ცუდი და იმას ღებულობ, თუ ცუდია და ვაიმე ნერვიულობ, თუ კარგია გიხარია, მაგრამ აი ემოციურად ღებულობ ამას ყველაფერს და ემოციას უნდა კონტროლი. და რატო ვიძახი ჩვენ სამწუხაროდ აი ჩუბებში, კამათებში, დაგნარში. ეხა ახალგაზრდა რო ხარ, სიცხით რო ხარ, სავსე და ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს, ამ ემოციებს აყოლილი ბევრ შეცდომებს უშვი. მე გარკვეული წლებია საჭირო 10, 15, 40, 45 წელს რო გადაციდები 50 წელს, მე მოდის სიბრძნე. მაგრამ სამწუხაროდ ამ ემოციების კონტროლების გამო კაცი 50 წელს გადაცილდება და ვერ აკონტროლებს თავის, ისე ემოციებით არის. ძალიან ბევრი აი გადახედეთ თქვენსაც, მაგრამ ისე თქვა მინდა, იცი აუჯი ამ ემოციებს უნდა აკონტროლოთ ეს ემოციები და თქვენ ჩემ ვიდეოში უყურებს, აი ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ დამშვიდი კაკო, დამშვიდი წყნარა და ეს არის ჩვენი დევიზი და აი ამ ემოციები მინდა რაღაც სამაგალითს მოვიყვან ჩემებურად და დაუკავშირებ ემოცია როგორ უნდა აკონტროლო და ამდენი მაგალითს მოვიყვან და ალბათ დამეთანხმებით, არ დამეთანხმებით, მაგრამ მე ჩემებური პასუხი მაქვს ამ მაგალითებზე, რომელსაც ახლა მე მოვიყვან. მოგესალმებით მეგობრებო, მე ჩემ შვილებთან ძალიან მიყვარს საუბარი და ერთხელ ჩემი უფროსი ბიჭი მეუნება რაღაცაზე კამათი მოვიდა, იქ რაღაც ჩუბი მოვიდა, რაღაცა იჩხუბეს, ხო ეხა ახალგაზრდა ბიჭები და მეთქი რო გავარდე, მეთქი რა მოხდა მეთქი და აი შენო კაცმო დედა რო შეგაგინოს რას იზავ? არ დაარტყავო? მეუბნები არ დავარტყო. როგორ არ დაარტყავო? აბა რას იზავ? აბა თქვენც ახლა დამეთანხმებით, ვარ დამეთანხმები. მე მეთქი, კაცმა რო დედა შემაგინოს მეთქი. მე მივდივარ და ვეუბნები, ვეკითხები რატო მაგინებს? რატო მაგი შეყვარ გაგიჟდიო, მაგის თავის ადამა პინტაბე გაულაცუნებო და გამახსენდა ეს ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი და ახალგაზრდობაში ალბათ მეც მასე ვიყავი და ეხლა ჩუბში ვინ არ ვარ მოსული და მაგრამ ეხლა მე ჩემებურად ავხსენ. კაცამ დედა შეგაგინა, ხო? ეხლა რამდენიმე ვარიანტია. ბიჭო, იქნებ შეგაგინა პირველი ვარიანტი რომ ეს აი რაღაც სულად შევაგინო რაღაცა მოხუცი კაცია ძირითადად მანქანა. ხო, რას ვაკეთებ ეხლა? ამ ლაპარაკში მაინც შეცდომების. ხო, ეხლა კაცმა შეგაგინა, ხო, პირველი ვარიანტია. აი შეიძლება კაცმა შეგაგინა, საგიჟედან გამოვიდა და გიჟია რა, ვერ ტვინა და გაგინებს რა. უნდა დაარტყა. შეიძლება კაცი ნერვები მოშლილია, ცოლმა სახში რაღაც აი გიჟია, გადარევი იმარდა. გაარკითხე. შეიძლება კაცი შენ უნდა კითხო რა, მე რამდენჯერად მქონია შემთხვევები, აი დედა რომ შეუგინები, აი თქვა ავტოსაფრთხო მეუბნები. მეთქი რატო მაგინე და აუ ბოდიში უთქვიათ რომ ცოტა აღელვებული ვიყავ, გულივე დავიკავე რაღაცა და მაპატი. ესე იგი ისი თქვა მინდა რომ 100 შემთხვევიდან მე სადაც მიკითხია რომ 95% შიდა დამთავრდა ეს სიტუაცია და უკან წავსულო, აი მხედრიონის დროს აი ჩუბები რო იყო აი იანაზე ხო გინებები მოდის და ეხლა ზოგჯერ ჩუბში მოდის გინებები, მაგრამ თუ კაცი გეუბნება რომ მე შენ გაგინებ, იმიტომ რომ შენ ასე აკეთებ, არასწორად აკეთებ, იმას რომ მე იმაში შევეცდები, თქვენ აუხსნა რატო ვაკეთებ და თუ ესეც არ მოითმინა და ამის გაგებაც არ უნდა და უკვე ტვინი ჩაიკეტა, აი მაშინ უკვე მეც ვიწყებ მეთქი ჩხუბს, ამ ჩემ შვილს ვეუბნები და ჩემი შვილი მიხურებს და არა მაგასო მე ვერ გავაკეთებოდა. მეუთხარი შენ რომ გაიზდები, ცოტა ცხოვრების გამოცდილებას რომ ნახავ, მე მაგას გააკეთებ.
თავარია შედეგი. ეხლა მე ჩხუბის დროს ანის მომერევა, ან მე მომერევა და ბოზდობოს ენერგია უნდა დავხვაჭო და მინდა ეხლა ეს 3-4 საათი სანამ თავში ჩაკატრავე, სანამ ლუჟის ის სინიაკი გეკნება, მინდა მოვაგვარებ და გავაკეთებ ჩემს საქმეს გავაკეთებ, ხო? ჩემი საქმე რომლისკენაც მე მივიცნობი და რომელიც მინდა შედეგი გავაკეთე. ეს ერთი შემთხვევა. ეხლა მეორე შემთხვევა მოგეხსენებათ ეხლა ოჯახები როგორ ინგრევა, ხო? სამწუხაროდ ეხლა ამაზე ალბათ ჩვენ მე ვილაპარაკებ კიდე და აი თქვენ ალბათ გქონიათ რომ შემთხვევა მეგობრები და ეს როგორ გამიქეთა და ეს როგორ მიყვარდა ის ადამიანი და გადაყოლილი ვიყავი და როგორ მიღალატა და ეს რა გამიქეთა და ძალიან მტკივნეულია ხო აი ოჯახი რო ინგრევა ან უბრალოდ ორი ადამიანი რო შეყვარებულია და დაშორდებიან კაცი ქალი არ აქვს მნიშვნელობა და მე ძალიან ბევრი ვიცი რომ აი დეპრესიაში ჩავადი და უყვარდა ქალი რაღაც ან ქალს უყვარდა ბიჭი კაცი და დაშორდა და 3, 4, 5 წელი ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან იმდენად შეწუხებული იყო. მე მეუბნები იცი გასაგებია შენ ვერააცვი მაგრამ შენ ის პერიოდი რო გიყვარდა ის ფაქტია ქაცეულები რა ის კაცი რო გიყვარდა შენ ხო რაღაცა ვარიანტია რაღაც ისეთ რაღაცებს ამჩნევდი რომელსაც არ მოგწონდა მაგრამ ხო ითმე ეს ხო იყო კი აბა მე მაშინ რატო არა მიყვარდა და რა მეკდა ხო მაგრამ ეს ხო იყო ეს ცუდი რაღაცები ხო იყო მაგის გულით შენ ხო ზოგჯერ რაღაცა გაბლაზებულ ხარ და ითქვია შენ თავი ეს როგორ მომივიდა კი იყო ხო და კაი ეხლა რა ხან მოხდა ესე იგი ტრადიციული არ ყოფილა შენ ის რეალობაში ასეთი იყო და შენ არ გინდოდა მაგრამ ამის გულით ის ეხლა თათვალე რომ შენ ახლა აღარ გინდოდა და დაშორდი ამ ადამიანს იმ ცუდი რაღაცის გულით ესე გამოდის რომ შენ სხვა გზა გეძლევა და სხვა ვარიანტი გექნება და ამისგან თავისუფლდები და ამ კუთხით შეხედე მეთქი არა მაგით ვერ შეხედავ არა შეხედე მაშინ ვერ შეხედავ და ისევ დეპრესიაში იქნები და ისევ დაგვია პრობლემებში იქნები ეს მეორე ვარიანტი ეხლა გადავიდეთ მესამე ვარიანტზე მოგეხსენება დღევანდელ დღეს სამსახურს ამხელა მნიშვნელობა აქვს და თუ და კაი სამსახური და იცი ყოველ დღე შემოსავალი გაქვს რაღაც გეგმები გაქვს იქ უნდა დაისრულო ბავშვს რაღაცა და ერთ დღესაც მიდიხარ იმაში რა ქვია სამსახურში და გეუბნებიან ბატონო ან ქალბატონო თქვენ თავისუფალი ხართ მადლობა ყველაფრისთვის და შევიწროთ და აი აქ უკვე ადამიანი გიждდება როგორ მე ხო 10 წელი შევწირე სამსახურს ამდენ რაღაცა გამიკეთებია და ასე ძაღლივით გამომაგდე სამსახურიდან ხო და ეს როგორ დეპრესიული მომენტია ხო სამსახურიდან გამოსული ხარ გამოგდებას არ ვიტყვი მალები გაქვს რაღაცები 1000 გეგმები გაქვს და დეპრესიაში ამდენი ადამიანი რა ქვია ჩავარდი მე მეუნები უნერგულო მე რა გამოგხო კაი შენ გადახები მაგრამ იქნებ ეს ცუდი ჯობია უკეთესი სამსახური წამო უფრო იქნებ ეს იმიტომ წამოხვედი უფრო კაი რაღაცა კეპო არა აი ვინც დამიჯერა და სხვა ხედვით შევახედე იმათმა კაი სამსახურიც იყო და ის დეპრესიაში არ ჩავარდა და ის რაღაცა მომენტი რაღაცა დისკომფორტი რო შეექვა სამსახურში გამოშვების ხრივ რაღაც დავიწყებას მიეცა და ბედნიერები არიან მაგრამ ბევრი სამწუხაროდ ის გოგმა ის ცოტა ის სიტყვა ის ემოცია ის უარყოფით ემოცია ჩარჩენილი აქვს დღემდე და ამ შენ უარყოფით ემოციებს შენ შვილებზე შენ მეუღლეზე და შენ ათასეებზე მაინც გადაგაქვს და რა გამოდის ეხლა მე ეს სამივე ერთად გავე რა თქმა უნდა ეს ისეთი თემაა და მომავალში ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ მაგრამ მინდა მოკლებავთ და მაინც ხო ჩვენი ვიდეოები ცოტა შედარებით მოკლეა ეს ყველაფერი მეგობრებო არის ემოციიდან გამომდინარე იმ პროცესში რაც მოხდა იმ დედის გინების დროს საყვარელი ადამიანი რომ მიგატოვებს ან სამსახურზე ეს არის ემოცია ხო ემოცია მიიღე და შენ მიიღე ის უარყოფითი ემოცია როგორიც არის და აი ამ დროს გინდა არ გინდა ფილტრი უნდა დააყენო აი ეს ემოცია რომ მოდის ასე რაღაცა და ფილტრი უნდა დააყენო და ფილტში ხო სხვადასხვა ხრელები და ყველა ხრელი უნდა გაატარო იმ ემოციებში რა არის კარგი რა არის ცუდი გვერდზე გადადო კარგი აქეთ გამოგშვა აი რა დედას რო დაგინებს გიჟი
კაი გაგინოს გიჟი რა ვქნა მეორე გადარეული ან სულელი ხო ეს იგი პირველ შემთხვევაში გახსოვთ 100 კაცი და 95% კარგად ვამთავრე ნუ 5-ია ძალიან ცუდია იგივეა შეყვარებული შორტები უნდა გაფიტრო ალბათ ეს ცუდია ალბათ ესეც საჭიროა ასე რომ ყოფილიყო თუ არა და შენ ამ ფილტს თუ არ დააყენებ ეს ემოცია წაგლეკავს აი ახლა მანქანით რომ მოდიოდი ახლა ის ხო პირამამ დავიჭახე მანქანას მაგრამ მე რომ გაფიტრე ახლა დავიწყე თითქოს გინება მაგრამ გინება არა გუში გავიფიქრე რატო ვიგინებ რატო უნდა შევიგინო ხო უზეს მოხუცი ადამიანი გავფიტრე ხო აი ახლა მოხუცი ადამიანი შენი დედა რაღაცა და ხედავ რომ მოხუცის და უსვათ უნდა გაიფიქრო ბიჭო მოხუცის არ შეუძლია რაღაცა შეიძლება ფიქრო ფიზიკურად არ შეუძლია მაგრამ ბოლოს და ბოლოს შენ ხო მოხუცი გახდე შენ ხო დაждები ისეთი დრო მოვა შენ დაждები რაღაც მანქანას და შეიძლება ისეთი იმით ვერ გააკეთო და ვიღაცა მე ხა გააკინოს და ისა და ხვდები და აი მე გავფიტრე და უცბად აი ახლა ხო ვატარებ და უცბად გადავთ ეს მომენტი და ისევ ჩვენ პრობლემას და ჩვენ კარგზე ვიფიქრეთ ესე იგი ისე თქმა მინდა ემოციები რა თქმა უნდა აი მან ცოტა ძნელია აი მაგათად ის რო არის რასაკეთებენ ფსიქოლოგები ხო ფსიქოლოგებთან რომ მიდიან დეპრესიული ადამიანები ფსიქოლოგები ცდილობენ ის უარყოფითი ემოცია რაც მიღებული და სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე გადაიტანო დადებითი იმაზე ხო ან მუსიკა გააკეთო ან სპორტში ან რაღაცა ტელეფონი დამიდეკა ვიღაცა და გაითიშა და ამას აკეთებს ფსიქოლოგი მაგრამ რადგან ფსიქოლოგი უბრალოდ აი ეს ფილტრი დააყენეთ რავი მე ასე ვაყენებ და ეხლა ამ ეს ისეთი თემა ალბათ მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ და რატო უკავშირებ ამ არაბულ პრობლემებს ეხლა რაც არის ეხლა თავრობისგან შეიძლება ისეთი იმდენი რაღაცა წამოვიდეს იმდენი რაღაცა დაბრალები აი თუნდაც მე ეხლა მაგალითად შეიძლება რაღაცა პრობლემა შემიგრა შეიძლება რაღაცა დაგაბრალო მაგრამ ბიჭო რაც არ უნდა დაგაბრალო ჩვენ ხო ვიცით რომ მართლები ვარ ჩვენ ხო ვიცით რომ ღირსეული საქმისთვის ვივწვით და გაბრალოს და იყოს აი დაფიქრეთ რა აი მაგათად ეხლა აი ხო ვარი ხოლმე ზოგჯერ ეხლა მე რომ ვარჩევ ხოლმე რაღაც საქმეებზე და პოლიტიკაზე რომ საუბრობ ამდენს დაუბრალებია ჩემთვის რომ მე ვარ რუსისტი და პუტინისტი მაგრამ მე ხო არა ვარ მე ხო ვიცი ნუ კაი მასე იფიქროს მაგრამ ჩემი ლაპარაკი და ჩემი მოქმედებები და ჩემი ისტორიიდან სხვამა ხო იციან ამიტომ სულ არ ნერვიულობ და ამიტომ ვიძახი ეხლა კი წამოვა ეს ეხლა წამოვა ხო ის ეს ახლა მაგათ ისეთი ჭუჭყიანი რაღაცები წამოვა შეიძლება არ ვიცი როგორ წამოვა ეს თავრობა რა ასიზავს როგორ გააკეთებს მაგრამ მე მგონია რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს თავრობა დაწვეს შეიძლება დაიწყოს აი ამდენი ფული გვაქვს ჩადებული აი ახლა მაგრამ არ მგონია იმიტომ რომ ყობახიძე გამოდის და 40% ფინების გაყიდულია უცხოელებზე წამოიდგენდა ახლა დაიწყენ აი ფულია დასაფულნებელი რაღაცები არ გაინტერესებს როგორც კიდე ისე დააბრუნე მაგრამ ის უფრო დასაფიქრებელი არ იქნება რომ ტრაქტორები და ისინი რომ დაიწყებენ მუშაობას და ეს გამწარებული ხალხი წავა აფეთქებები და მთელი ამბები და ახლა შეიძლება ვიღაცა თქვას ახლა შეიძლება გეკბას სახავა ტერორისტულ რაღაცა ეს სიტყვაზე ხო მაგრამ ვიტყუები ამე სიმართლეს არ ვამბობ მეგობრებო ხო და ნუ საერთო ჯამში ისე თქმა მინდა იცი რომ მეგობრებო ემოციები იქნება და ისწავლოთ ემოციების კონტროლი. ამას ვარჯიში უნდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ რაღაცა პრობლემა რო არის, რაღაცა ემოციური ის რომ მოდის ნაკადი, ფილტრი დააყენეთ. ფილტრი, სადაც ეს ყველა ნაკადები უნდა გაატაროთ, აზროვნების, თქვათ, რა მოხდება ამას, როგორ მოხდება და ყველა ვიყოთ ორიენტირებული შედეგზე. და რა თქმა უნდა, ეხლა რა ვიცი, მე ასე ვაკეთებდი ცხოვრებას და მე რა თქმა უნდა ახალგაზრდა რო ვიყავ, მე ძალიან ბევრი შეცდომები მომდიოდა, ეხლაც მომდის შეცდომები, მაგრამ სითხარხა რას ამბობს, ყველაფერს მიუდგეთ სიყვარულის სახით, ყველაფერს მიუდგეთ უფლის სახით და ამხელა ძალა გვიდგას გვერდზე, მერთი უფალი თავისი სწავლები, თავისი მაგალითები და ამე პრობლემა გვექნება, უბრალოდ ისე და ისე ვიძახი, უნდა დავაყენოთ ფილტრი, ფიქრის, ანალიზის და კონტროლის სახით.
მაიმის თქვა მინდოდა მეგობრებო ცოტა შეიძლება ისე ვლაპარაკო, მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ, ახლა ამ სიარულს ცოტა ძნელია, მაგრამ მე ჩვენ აუცილებლად შევხვდებით და მე ისე და ისე ვიცახით მეგობრებო. ბრძოლა არის, აი უბრალოდ გული მწყდება კაცო, არ ჯობია ვებრძოლო ვიღაც უცხო გადამთია და უბრალოდ აი მართლაც გული მწყდება ქართველებთან გვიწევს ბრძოლა, მაგრამ აი ესეც რეალობა, ალბათ განგება და ფატმა თუ ძველი თაობის ხალხი მეთოდებით იბრძოდნენ ბრძოლით და ვაჟკაცობით ემეებით, დღევანდელი თაობა სხვა მეთოდებით უნდა ვიბრძოლოთ, განათლებით, მოთმენით, ფილტრებით და უბრალოდ ჩვენ ისეთი ძალა გვაქვს მეგობრებო, ისეთი ჩვენ ხო არ გვაერთიანებს, ახლა მე ბევრი თქვენგანი ხო არ მინახი არის, ჩვენ იდეა გვაერთიანებს, ჩვენ იდეა რა. ჩვენი იდეა არის რომ ყოველი ადამიანი ცხოველი რო არის, მცენარე რო არის, ფესვიდან ამოდის ხო? წინა თაობამ ხიდი ესეთი ცხოვრება უნდა დაავტომოს მიშვის და მომოვარს, რომ იბედნიეროს და იხაროს და ამას რო გიუქმებენ და ცხოვრების ას გიუქმებენ, იქ რა თქმა უნდა იქნება წინააღმდეგობა და რა ვიცი, მართლები ვარ და რა ვიცი, როცა კაცი მართალია ხო იცი მართალ კაცზე ძლიერი არავინ არ არის. აგიბოგებო დაგემშვიდობებით ასეთი პატარა ჩემებული ანალიზი შემოგთავაზეთ ისე და ისე ვიცახით ჩვენ ვართ მართლები მეგობრებო ჩვენ მივხვდეთ ჭეშმარიტებას ჩვენ მივხვდეთ ბედნიერება ჩვენ მივხვდეთ ბავშვების მომავალს და რა ვიცი მე ასე ვფიქრობ და ბევრიც ასე ვფიქრობს ეხლა ზოგი ზარმაცია ზოგი ნიჰილისტია მაგრამ არავითარ შემთხვევაში მახსოვდეს istvis ვართ ამ ქვეყანაზე მოსული სრულყოფილებისთვის და მომავალი თაობისთვის ამას წყალი ხო არ გაუგო და გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობა სადღაც ვიღაცის სხვა ხალხი და სხვა ჯიშის ადამიანების გარემოში ტრიალებს იმის გამო რომ ვიღაცა მეჭანვაშვილმა იმ მომენტში დღეს თავაფული ჯიბეში ჩაიდო და სულ არ აინტერესებს 10-15 წლის შემდეგ რა იქნება და ის მეჭანვაშვილი ფიქრობს რომ მე მოვკვდები და მე კიდე წყალს წაუყვია ყველაფერია მაგრამ ნუ გეშინიათ მეგობრებო ჩვენ ვიცით მეჭანვაშვილის ფსიქოლოგია რავი მე ყოველ შემთხვევაში ვიცი და მაინც ციხე მაგარი რაღაცა მაგარი სკოლა მე იმას არ ვიცოდი ეხლა ციხეში წავიდე მაგრამ დიდი გამოცდილება ადამიანები რადგანაც ციხედეს აგერ ღმერთი ყავს გვერდზე და მაგაზე მეტი სიძლიერე რა კარგით აბა მეგობრებო აღარ შეგაწყეთ თავს ესე იგი ვამთავრებთ ემოციებს დავახვედროთ ფილტრი აზროვნების ფილტრი და ფილტრიდან გამოტანილი სწორი აზრები დაუპირისპიროთ ყოველ სიკიშეს გადარეულებას და შეცდენილებას მე მაგათო ვფიქრობ რომ ჩვენი მთავრობა შეცდენილები არიან და უბრალოდ ისე და ესე ვიძახი რა მეგობრებო არ ვიცი შენ მოგწონ თუ არ მოგწონ ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში რა თქმა უნდა ყველაფერი არჩევნით უნდა მოხდეს გადადა ეს ომები და უბედურებები და ეს გვინდა ჩვენ აეგარე ეს მაგით სარგებლობს ეს და აი არავის ვარ უნდა ომი და ვიღაცა მეჯანმაშვილი ამით სარგებლობს მაგრამ არ გამო ყველაფერი კარგად იქნება კარგითაა მეგობრებო დაგემშვიდობებით და ჩვენ პარალელურად დავდეთ და ჩემი წიგნიც პარალელურად იდება ჩემი რამდენი დარჩენილი 6 ნაწილი დარჩა და ჩვენი წიგნიც ქვეყნებასა დავამთავრე. ეხლა რატო თქვი ჩემი წიგნის გამოქვეყნებას, იმიტომ იქ არის ძალიან ბევრი სიტუაციები აღწერილი, რომ აი მეჭანვაშვილები და ფულიანი ხალხი როგორ მოქმედებს და რა ვიცი. თითქოს რეკლამასავით გამოდის, მაგრამ რა ვიცი, იქ რო წაიკითხოთ, იქ რო კარგად ვალაგებ ჩემ აზრებს, ეხლა რაც ვთქვი. თავარია ემოციებმა არ ჩაგვეთრენ. უემოციო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ემოცია უნდა ვაკუთვნო. კარგითაა მეგობრებო, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს კარგს. შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.